მეტალიკა გინდოდა? კი ბატონო. შემდეგი 4 ვიდეო მიუძღვნათ მთლიანად მეტალიკას, ასე რომ ჩაუჯექით, დაარეპოსტეთ, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, თქვენი აზრი მითხარით და რაც მთავარია, follow არ დაგავიწყდეთ მეგობრებო. დღევანდელი სასაუბრო თემა კი იქნება თავად კირქემეტი. მოკლედ, ყველაზე უცნაური ის არის, რომ არავის ეს კაცი არ მოწონს. არა და ნებისმიერ მათ ჰიტში სოლოს რო დაუკვირდეთ, რეალურად ამ ადამიანს აქვს კრეატივი გიტარასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი შემედავებით, მაგრამ იმდენად დასამახსოვრებელი სოლოები აქვს, რომ შეიძლება ამას პრიმიტიულად აკეთებს. ამაში შეიძლება დაგეთანხმოთ. მნიშვნელობა არ აქვს ჩემი აზრით, რამდენად გამართულად და სწრაფად დაუკრავ რაღაცას პრინციპში, ცდილობს ამასაც, მაგრამ ის იმასაც ახერხებს, რომ სოლო იყოს დასამახსოვრებელი და გვახსოვდეს საუკუნოდ, თუნდაც ვანის სოლო ავიღოთ, არაჩვეულებრივი და რავი, საოცრად დასამახსოვრებელი. ისე კარგად და ისე ზუსტად არის ეს სოლო ჩასმული, რომ ვიღაცა ბევრი მომედავება იმაშიც, რომ სხვა გიტარისტი უფრო მაგარ სოლოს დაუკრავდა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის მეტალიკა, მეგობრებო, შეიძლება არც ერთი ამ ბენდის წევრი არ გამოირჩევა განსაკუთრებული ტექნიკით ინსტრუმენტთა მიმართებაში, მაგრამ ისინი ახერხებენ მაინც და არიან top 10 ბენდში მეტალის ისტორიაში და top 10 მე მგონი ძალიან ცოტაა მათთვის. მით უმეტეს ძალიან ბევრი რიფი აქვს კირკს დაწერილი და ერთი ალბათ ყველაზე აიკონიკ რაც შეიძლება ახლა გავიხსენო არის Die. ანუ ძალიან მაგარი რიფია და 16 წლის იყო როცა დაწერა ეს რიფი, თვითონ ამბობს ყოველ შემთხვევაში ასე. შეიძლება იტყუება კიდევაც, მაგრამ ეს ბენდი და ეს გიტარისტი არის ძალიან დიდი. მიუხედავად იმისა, რომ some kind of monsters ვერ უკრავს. და ბოლოს გადააკეთეს ისე რომ სულსვანაირი გამოვიდა ეგ სიმღერა. მესმის კი ბატონო ხდება ესეთი რაღაცებიც ალბათ მუსიკაში, მაგრამ ფაქტია რომ კირკი მაინც კირკია და არ მოგედავებით არავის არაფერში. გიტარისტებმა ჩემზე უკეთեցით ყველაფერი და დარწმუნებული ვარ ახლა ესეთი რაღაცები დაიწერება. შეიძლება გიტარაში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ მუსიკალურად ვარ ასე თუ ისე ერუდირებული და მესმის ის მენაც კარგი მაქვს და შესაბამისად კი ბატონო უკეთესი გიტარისტებიც არსებობენ. მე ყოველთვის მეტალიკის წევრების მხარეს დავდგები მეგობრებო, ასე რომ თქვენი აზრი დამიწერეთ, კიდევ ერთხელ დამაფოლოვეთ თუ ვიდეო მოგეწონათ და შემდეგი მეტალიკის წევრამდე.